მოკლედ ძვირფასებო დედა ხო მომკლა ამათმა აქ მაქვს აი ასეთი ფერის ვაშლი მაქვს აქ 2 ცალი გათლილი დაჭრილი და ეხა გაჩვენებთ თუ როგორ ვაკეთებ ხველებისთვის სიროპს აქედან რავი სიროპს დავარქმევ აბა რა ვიცი სითხეა და აი ქვაბში ჩავყარე და აი ამდენი წყალი აქვს სადღაც იქნება 1 ჩაის კოსი ან 300 მილილიტრი მაინც წყალი აი ამ 2 ვაშლს ჩავასხი ჩავამატე ამდენი დავადგათ ცეცხლზე და დუღილიდან დაინიშნეთ 3-4 წუთი იდუღოს დუღილს რომ დაიწყებს იმ პერიოდიდან დიდხანს არ ადუღოთ 3-4 წუთი სრულებით საკმარისია გერ დაიწყო უკვე დუღილი და ახლა დავინიშნავ მე 3-4 წუთს ნახეთ მორჩა უკვე ეხა გამოვრთავ აი ასე გაზს და ეხლა დავაყაროთ აქვე მიხაკის მარცვლები აი ამაზე გეუბნებით აი ეს უნდა დავაყაროთ 1-20-25 ცალი მაინც ერთ ვაშლზე 20 ცალი ეყოფა მაგრამ ამაზე 20-25 ცალს მაინც ვყრი კი გაჩვენებთ რა ეხა აი ეხა მე არ დამითვლია მაგრამ აგერ თქვენ უფრო შეძლებთ დათვლას აი ამდენს ჩავყრი ეხა მანდ ქვაბში აი ასე ავურიოთ გინდ კოვზით ავურიოთ დავაფაროთ თავისი თავსახური და სანამ არ შეგრილდება არ გადავწურავთ გაგრილდება ეს გადავწურავთ და იმ წვენს მივაღებინებთ სუფრის კოვზით დღეში 2-3 ჯერ ბავშვს დიდსაც შეუძლია მიიღოს ჩემ შვილებზე სიროფი მე რამდენი ხანია ღვთისყალობით მადლობა ღმერთს არ მიყიდია რაც ეს გავიგე ასე დავახურე და დავტოვე გაციებამდე აგერ ეს გავამზადე აი ნახეთ რამდენი გამოვიდა ეს გადაწურული აი ბოდე მოდი ეს არის ძვირფასებო ის რაც წუხელ გავაკეთე მოდი რამდენი კოვზი უნდა შეგო ძალიან აქ იყოს ოთახის ტემპერატურაზე უნდა